გოგოებო, ალბათ თქვენი აბსოლუტური უმრავლესობისთვის ერთხელ მაინც დაუსვამს კითხვების თუ რა არის DRS-ი. ამ დროს თქვენ მათ მიმართ მოგნებულ ხელს თუ 90 გრადუსით გადაატრიალებთ და დარტყმის მომენტში სილის ფორმას დაუბრუნებთ, დარტყმა 30%-ით უფრო მტკივნეული იქნება ვიდრე წინა მოქმედებისას. ზუსტად ასე მუშაობს DRS-ის სისტემაც. იმის გამო, რომ ფორმულა 1-ის ბოლიდები უკანაწამყვანია, ლოგიკურია, რომ სწორედ მანქანის ამონაკვეთშია საჭირო ყველაზე დიდი დამწოლი ძალა. სპოილერის მთავარი დანიშნულებაა შეუქმნას დაუფორსი მანქანას და უზრუნველყოს ტრასის საფართან უკეთესი მოჭიდება. დიახ, თეორიულად სპოილერი სამბოლო მანქანას კი ანელებს სწორ მონაკვეთზე, მაგრამ მოსახვევში უფრო სწრაფს ხდის. არა, თქვენს წინაზამყვალ Mazda-3-ს უკან რაც არ უნდა დაადგას, წონის გარდა არაფერი დაემატება. მაგრამ რა ხდება, როცა სწორ მონაკვეთზე მაღალი მაქსიმალური სიჩქარე გვჭირდება, ხოლო მოსახვევში დამძოლი ძალა. სწორედ ამის გამო 2011 წელს FIA-მ წარმოგვიდგინა დღემდე ერთადერთი აქტიური პილოტზე დამოკიდებული აეროდინამიური დეტალი. DRS-ი, ანუ წინაღობის შემამცირებელი სისტემა პასუხისმგებელია სპოილერზე მიმდგარი ჰაერის მიმართულების შეცვლაზე. უფრო ზუსტად რომ ახსნას, სპოილერის ფრთას გააჩნია ორი მდგომარეობა: გახსნილი და დახურული. ტრასის უმეტეს ნაწილს პილოტები დახურული ფრთით ფარავენ, ხოლო სწორ მონაკვეთზე ფრთის გახსნის საშუალება ეძლევათ. განსხვავება რომ დაინახოთ, დახურულ ფრთაზე ბოლიდი გამოიმუშავებს 800 კილოგრამამდე დაუფორს. ანუ გაჩერებულ მანქანას ნახევარი ტირექსის ჩონჩხი რო დაადოთ, ზუსტად იგივე ეფექტი ექნება, რაც 300-ით გადაადგილებისას. ხოლო სწორ მონაკვეთზე თუ ამ ფრთას გავხსნით, ჩონჩხსაც ვიშორებთ და ჰაერის წინაღობას 30-40%-ით ვამცირებთ. რაც დაახლოებით 15 კმ/სთ გვიმატებს ტოპ სპიდზე. მაგრამ როგორც ყველაფერს DRS-ის გამოყენებასაც თავისი წესები აქვს, რომელსაც მაგალითით უკეთ აკითხავთ. თუ დავაკვირდებით აბუ-დაბის ტრასის კონფიგურაციას, მარტივად შევარჩევთ იმ ადგილებს, სადაც ფრთის გახსნის უფლება აქვთ პილოტებს. პრაქტიკებისა და კვალიფიკაციის დროს ბრბოლელებს შეუძლიათ ყველანაირი შეზღუდვის გარეშე ფრთის გამოყენება, მაგრამ მთავარი თავის ტკივილი შემოდის რბოლაზე. ყველა DRS-ის აქტივაციის ზონას ერთვის წერტილი, რომლის გადაკვეთის მომენტში თუ თქვენ წინ ფიზიკურად მიმავალ მანქანასთან დისტანცია 1 წამზე ნაკლებია, მხოლოდ მაშინ გაქვთ უკანა ფრთის გახსნის საშუალება. რაც გადასწრებაში ძალიან დაგეხმარებათ. მაგალითად 2021 წელს, როცა ჩეკო პერესი საკუთარ თავს გადაახდა და თითქმის 2 წლით გააჩერა ახალ საბურავებზე გადასული ლუისი, მეოცე წელს ტრასის ამ მონაკვეთში ლუისმა DRS-ის დეტექციის წერტილში ჩეკოს რამოდენიმე მიასედით შეასწრო, რამაც საშუალება მისცა მექსიკელს, რომ ფრთა გაეხსნა და სწორ მონაკვეთზე პოზიცია დაებრუნებინა. რამაც საბოლოოდ 8 წამი დააკარგვინა ლუისთან, როგორც აღმოჩნდა ჩემპიონობას. არაერთხელ გვინახავს ასეთი ტაქტიკური ომები პილოტებს შორის მოტყუებით DRS-ის ზონაში წინ შეშვებაზე. მარტო 2022 წლის პირველი ორი რბოლა რა დღეს, როცა მაქსმა და შარლმა ნამდვილი ტაქტიკური შოუ დაგვიდგეს. რახან უკვე ვიცით რა არის DRS-ის სისტემა და როგორ გამოიყენება, ახლა გავიგოთ თუ როგორ მუშაობს იგი. ფორმულა 1-ის ბოლიდი აღჭურვილია დახვეწილი GPS და ტელემეტრიის სენსორებით, რომელიც საშუალებას აძლევს პილოტს სანტიმეტრების სიზუსტით იცოდეს თუ სად არის ტრასაზე. სწორედ ამ ტექნოლოგიის ხარჯზე იცის მანქანამ სად აქვს ფრთის გახსნის უფლება და საიდან უნდა დაითვალოს დაშორება წინა მანქანასთან. ბრბოლელის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ზუსტად 0.3 წამია საჭირო DRS-ის მოქმედებაში მოსაყვანად. ეს ღილაკი კი აქტიურებს ჰიდრავლიკურ ამძრავს, რომელიც თუ სახელიდან ვერ მივხვდით, სითხის ხარჯზე ხსნის და კეტავს ფრთას. ხო, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 300 კმ/სთ-ზე უკანა ფრთის ასახურად 4900 ნიუტონია საჭირო. ადამიანურ ენაზე რო გითხრათ, დაახლოებით 500 კილო. კი, DRS-ი მექანიკური დეტალია და მექანიკურ დეტალებს იშვიათად, მაგრამ მაინც რაღაც დონეზე ემართებათ გაუმართავობები. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია 2018 წლის მონცას ვარჯიში, სადაც მარკუსერიქსონის ზაუბერის უკანა ფრთა მწყობრიდან გამოვიდა და კინაღამ შვედი პილოტის თან შეიწირა. როგორც აღვნიშნე, DRS-ი დღეს ერთადერთი მოძრავი აეროდინამიური დეტალია ფორმულა 1-ში, მაგრამ ეს ყველაფერი ასე არ გაგრძელდება, რადგან 2026 წლის რეგლამენტიდან FIA-მ გადაწყვიტა ბოლოს უფრო მეტი ასეთი დეტალი შესწიროს. ამის ხარჯზე კი გადასწრების რაოდენობა გაზარდოს, მაგრამ რაოდენ უსაფრთხო იქნება ეს ყველაფერი მეორე საკითხია. იქნებ ვინმე ჯექდუანი ვიჩკვიანი აღმოჩნდეს და სიმულატორზე გატესტილი მეთოდები ისევ გამოიყენოს. არავის არ წყვევლი, მაგრამ მექანიკურად მოძრავი აეროდინამიური ნაწილები ნამდვილად არაა უსაფრთხო. სწორედ პილოტების ჯანმრთელობის და მაღალი ფასის გამო 2009 წელს რეგულაციებში ყველანაირი აქტიური აირო აიკრძალა. რომ შევაჯამოთ, DRS-ი ამცირებს ჰაერის წინაღობას, ანუ ბოლოს უფრო ნაკლები შემხებლობა აქვს ჰაერთან, რაც ეხმარება სწორ მონაკვეთზე მოჭიდების შემცირების ხარჯზე გაზარდოს მაქსიმალური სიჩქარე. რომელი ჯობია გახსნილი ფრთით გადასწრებები თუ ოლდსკული საბურავში ბრძოლები, დაწერთ კომენტარებში. მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.